როგორ შეძლებს შენი მომხმარებელი KIPS-დან გადახდის დაყოფას, თუ კრედობანკის დაყავის ლიმიტი აქვს? KIPS QR-ის დასკანერების და გადასახდელი თანხის მითითების შემდეგ. გადახდის მეთოდებში მომხმარებელმა უნდა აირჩიოს ღირებულების დაყოფის შესაძლებლობა, კრედობანკის დაყავი. მყიდველი აჭერს გადახდის ღილაკს და შეყავს პირადი ნომერი. ვერიფიკაციისთვის უთითებს მობილურის ნომერზე მიღებულ ერთჯერად კოდს. ირჩევს თანხის დაყოფის სასურველ პირობას. სულ ეს არის. გადასახდელი სრული თანხა მომენტალურად აისახება შენს ანგარიშზე, რის დამადასტურებელ შეტყობინებასაც ასევე SMS-ის სახით